მოგესალმებით მეგობრებო და ჩემი გადაცემის მესამე სეზონით გიბრუნდებით. რამდენიმე თვიანი პაუზა დასრულებულია და აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩემს გენერალურ სპონსორს საქართველოს ბანკს. ამიტომ პროექტს ემიგრაციაზე ვაგრძელებთ და მესამე სეზონში გაგაცნობთ ბევრ საინტერესო ემიგრანტს თავიანთი ისტორიებით. მე ვარ ნუკი კოშკელიშვილი, დაბადებული 9 ივნის 1999 წელს თბილისში. 10 წელია რაც ცხოვრობ ნიუ-იორკში და ახლა ვარ თამიასთან გადაცემაში, რომ მოგიყვეთ ჩემი ისტორია. ნუკი, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგახსენდით. სულ გვახსოვდი. მადლობა, მაგრამ მართლა ძალიან დიდი მადლობა. საერთოდ შორს რომ მიდიხარ ქვეყნიდან, მე სულ გონია, რომ სულ ყველას დაავიწყდი, იმიტომ რომ დედასაც დაავიწყდი, მამასაც დაავიწყდი, მეგობრებსაც დაავიწყდი და თქვენ რო გაგახსენდით, მეგონა რომ დედა მირეკავდა და მე თქვენ აღვიჩდით. ჩვენ აღვიჩდით. ყველამ ვიცით შენი სიყვარულის ისტორია, თუ რატომ ჩამოხვედი და გადმოცხოვრდი ამერიკაში, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როგორი იყო შენი პირველი დღე ამერიკაში. მე ამერიკაში ვიყავი აქამდეც, ანუ ბენამდეც ნამყოფი ვიყავი ამერიკაში, თუმცა რაღაცა ბუნდოვანი იყო ის ამერიკა ჩემთვის და მე ბენთან ერთად რომ ვიყავი პირველად, სულ სხვანაირი ამერიკა დავინახე. იცი რა არის? ჩვენ საერთოდ ძალიან საინტერესო ფენომენია. იმდენად მრავალფეროვანი ქვეყანაა და იმდენად უცხოა ჩვენთვის, აი ვინც აქეთ ვართ. დედამიწის აქეთა ნაწილში, რომ რაღაცა წარმოდგენა გვაქვს ფილმებიდან რაღაცები ვიცით, რაღაცები გონია რომ თლათ ეგრე არ არის და რაღაცები არის კიდევ უფრო მეტად ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ის რაც ჩვენ გვგონია, აღმოჩნდა მხოლოდ მე ვიტყოდი 10% იმის, რაც რეალურად არის ამერიკა. როგორ ფიქრობ, რომ არა ბენი ამერიკა იარსებებდა შენ ცხოვრებაში? იცი რა, ძალიან საინტერესოა, სანამ ბენს გავყვებოდით ცოლად, ეს ეხლა გავიგე, სულ ცოტა ხნის. ხო იცი Facebook-ი რო გიგდებს მემორის. ესე იგი ბენი გავიცანი 2013-ში და 2010-ში მიდევს სტატუსი, რომ ვაცხადებ ტენდერს, ვინ მომიყვანს ცოლად და წამოყვანს ნიუ-იორკში თქო. დაგეგმილი იყო. ხო. რას ნიშნავს, რომ აი გავუშვი პირდაპირ იქ პლანეტებში, პლანეტებმა განიხილეს 3 წლის მანძილზე განიხილეს, ანუ ჩვენ ნატოზე შესვლაზე ბევრად უფრო სწრაფად განიხილეს პლანეტებმა ჩემი გათხოვების ამბავი და ეგრევე გამომიშვეს ბენი. როდესაც ჩამოხვედი ამერიკაში, გახვედი ქუჩაში და არავინ არ გცნობს, როგორი შეგრძნება იყო. მაშინ, როდესაც საქართველოში ყველა გცნობს და ყველას ძალიან უყვარხარ. რას ნიშნავს არავინ არ გცნობს? ჯერ ისეთ პირველად ცხოვრებაში დამიფასდა ჩემი ჩაცმის სტილი და ჩემი სათვალეები და ყველაფერი საქართველოში ესაწყალი და დეგენერატია რანაირად იცნობს. აქ უცბად ხალხი მეუბნება რა ლამაზი გოგო ხარ, ვაიმე, wow, you look so good. ანუ შეიძლება ვეცოდები და მე you look so good. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, რომელიც არის ძალიან ფერადი, შენი და ესეა მყვირალა არის, ხო? ინსპირაცია არის ან იყო ვინმე? ციგნის ქალები ძირითადად. გადაცემას ფორმატი შეუცვალა ხალხმა. ანუ ეს სერიოზული გადაცემა. რატომ მომიყვანეთ? მე ნუ დაგყავართ ეგეთ გადაცემებში. არა, ციგნის არ ვიცი, ხო, ალბათ ან გემოვნება არ მაქვს, მინდა რომ მქონდეს, გან არ მინდა. მთელი გულით ვარ ფეშენისტა. მაგრამ რაღაცა სუ აი იქვე ვიყავი, ახლოს ვიყავი, აი თითქმის ფეშენისტა ვარ, მაგრამ ისე ვერ გავარტყი. არა, ნუ ძალიან მომწონს, ფერადიც მომწონს, არა ფერადი მომწონს. აი, იცი როგორ ხდება ხოლმე, რაღაცას ჩავიცმე. აი ხო ჩავიცვი. აი დღეს ჩავიცვი შავი კაბა, ვიფიქრე, ნუ კი ჭკუით იყავი, შავი მაინც ჩაიცვი, ისევ დასაცინი ნუ გახდები. ჩავიცვი შავი, მერე კაი, თან ქართული მინდა ხოლმე. ესეც დავადა, მერე რაღაცა ძალიან მოწყენილი. მერე წითელი პოვნა. ნუ ძალიან მოწყენილი, მერე ეს დავიდა. მერე ნუ აი ძალიან მოწყენილია. ნუ აი ძალიან მოწყენილია და აი ფარშევანგმა რო ჩამიერა ვერ დავიჭირე, თორე მაგასაც რაღაცნაირად მიხარია ხოლმე, როცა სკოლაში რა ხდება, როდესაც მიდიხარ შენი ფერადი კაბებით. მანდაც მოვწონ ვარ სხვათა შორის. კი, სხვათა შორის ძალიან ვერ მეგობარი გავიჩინე სკოლაში. არ მეგონა თუ გავიჩენდი ამდენ მეგობარ დედას, მაგრამ მაკვირდებოდნენ, ხოლმე ფიქრობდნენ, გიჟია, ნორმალურია. და მე მოვეწონე. და ახლა მეგობრებო, ძალიან კარგი რეაქცია აქვს. ერთი პერიოდი დავდიოდი ხოლმე სპეციალურად ეს ვიბრანჭებოდი. ეს ჩემთვის რაღაცა სტრესის დაძლევის ერთ-ერთი გზა არის, რომ აი
რაღაცა მიზანი მაქვს რა, ვიძგები, ვიცმე, ვიწყებ შეღებვას იმას ამას და მე საწავიდა, არსად არ მაქვს დასასვლელი, მაინდა-მაინც ისეთი და მიდვარ სკოლაში. ბავშვი ვიცი ძალიან მოსწონს, ხო? ბავშვი ძალიან მოსწონს, ანუ რაღაცა უშველებელი კაბით რომ მოვდივარ, ის იქიდან ხარხარებს და აი დედაჩემი. ალბათ 16 წლის რო იქნება ეს შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან მოწონს და ძალიან უხარია და ძალიან ეცინება ხოლმე ამ ყველაფერს და თუ რაღაცა ისეთი გამოვიდა, მაგის კლასელებმაც მთხოვეს რა, ერთი გოგო მოვიდა, ლუსი ქვია და ის მოვიდა ჩემთან და მე ვნა, ჩემი საყვარელი ფერი ყვითელი არის და მაგას როდის ჩაიცმევო და მეორე დღეს მოვედი აი უშველებელ ყვითელ კაბაში. აი თან გაამართლა რომ მაინდა-მაინც ყვითელი კაბა მქონდა, აი იცი როგორი პრინცესებს რო აქვთ რა რაღაც უშველებელი და იმ ლუსის სახე რო დაგენახა. ანუ ვერ მიხვდა რა ეს ზრდასრული ადამიანი რატო უსრულებდა ამ დებილურ სურვილს და დედამისთან მეგობრობ. ამერიკაში ცხოვრობ როგორც ამერიკელი, თუ მაინც ემიგრანტი? რონალდ რეიგანმა თქვა ძალიან საინტერესო რაღაცა ამერიკაზე, თქვა რომ არ არსებობს მეორე ასეთი ქვეყანა, შენ რო ჩახვიდე იაპონიაში ვერ გახდები იაპონელი, რო ჩახვიდე საქართველოში ვერ გახდები ქართველი. რომ ჩამოხვიდე ამერიკაში შეგიძლია გახდე ამერიკელიო. თუმცა იმის და მიუხედავად რომ ბატონ რონალდს ვეთანხმები, მე მაინც ქართველად მგონია და ემიგრანტად ვგრძნობ თავს, ანუ გინდა არ გინდა უფრო მტკივა საქართველოში რაც ხდება, უფრო მაინტერესებს საქართველოს წინსვლა, უფრო იქით ვარ მთელი ჭკუა გონებით, უფრო აი ადათ-წესებიც რა, ეხლა რაღაცები ხო არის, აი აღდგომა, ის ეს, აი ყველაფერს უფრო მადლობა. გაიგოს ხოჭოს, იცი, იმ ქართული იცოდა. გინდა არ გინდა მაინც რაღაცა უფრო ქართულისკენ ვარ. ანუ აი ნიუსები ხო აი დილას რო იღვეძებს ხო ჩემი ქმარი აბა ტრამპმა რაო აბა იმან რაო აბა ვიღაცა სენატორ მენატორ ვიღაცა არც ვიცი ვინ არიან ეს სენატორ მენატორები. იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედა ხა რა უნდა დაიქცეს ამ ქვეყანაში ისეთი რომ რაღაცა სადარდებელი იყოს და საქართველოში ვიცი ყველაფერი ის აი ეს მოხდა ის მოხდა ვაიმე რატო მოხდა სუ დარდი გაქვს სუ გინდა მე რაღაც ვიღაც ქართველი რაღაცაში წარმატებულია ნუ აი მე ვტირი გული მიჩუყდება, მინდა რომ კიდე უფრო წარმატებული გახდეს, იქნება ეს მომღერალი, იქნება ეს არ ვიცი მე, მოჩხუბარი, იქნება ეს დიზაინერი, აი ყველაზე მეტად მიხარია და ეს ნიშნავს იმას, რომ ვარ რა თქმა უნდა ემიგრანტი და რა თქმა უნდა ვარ და ყოველთვის ვიქნები ქართველი პირველ რიგში. და მე უკვე ყველაფერი დანარჩენი. და როგორი არის შენი მეუღლის რეაქცია, როდესაც შენ ესე ემოციურად გამოხო? ჩემი მეუღლეც ქართველია. ჩემი მეუღლეც რაღაცნაირად ხო მეგრელი ბიჭია. ვიღაცებს ეძახის თავის, ანუ ჯიმას ეძახის, და ჯიმა როგორ ხარ და მეუბნები რომ მე ვარ მეთქი კახელი და ბიჟო უნდა თქვა რა, ჯო, არაო ჯიმაო და ნუ არ ვიცი ვინ ასწავლა ეს ჯიმა, რატო ისწავლა ეს ჯიმა, მაგრამ ესე ჯიმა how are you და რაღაცა ესე უბნები. ხო, ამიტომ ხო ბენიც პატრიოტია. ქართველია, პატრიოტია. ეგა. წავიდეთ ახლა შემდეგ ლოკაციაზე და გავაგრძელოთ მეორე ნაწილი ინტერვიუს. მართლა ეგრე ეძახის, ხო იცი ჯიმად? სანამ გადავალთ გადაცემის მეორე ნაწილზე, მინდა წარგიტყინოთ ჩემი გადაცემის სპონსორი ბოქსეტი, საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც საქართველოდან ამერიკის ნებისმიერ შტატში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ახორციელებს ამანათების გაგზავნას. ასევე აქვთ ძალიან მაგარი სიახლე ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვისაც, რადგან დაიწყეს პირადი გზავნილების გაგზავნა საქართველოდან ამერიკაში, რაც თავარია ბიუჯეტურად, ძალიან მოკლე დროში და კარამდე მიტანით. ნუ კი რა ფასეულობებზე დგას ამერიკული ოჯახი? იცი რა არის, გაგიკვირდება და მეც გამიკვირდა, რომ აღმოაჩინე, რომ ძალიან პურიტანული ქვეყანა არის ამერიკა, სადაც აი ოჯახური ფასეულობები ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმდაც აი ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა ჩვენთან საქართველოში უფრო არის აი დედაშვილობა, მამაშვილობა, აი რაღაცა უფროსის პატივისცემა. აქ არის ძალიან განსხვავებული პატივისცემა მეუღლეების მიმართ რა, აი არასდროს არ წარმომედგინა რომ მეუღლე უფრო ახლობელია ვიდრე მაგალითად დედა, მამა და ასე შემდეგ. ხო აი ხო ხშირად გაგვიგია რომ საქართველოში მაგალითად დედამთილმა რაღაცაო და შვილმა დაუჯერა. ხო აქ ესე არ ხდება. აქ ცოლი პირველია. ხო რა. აქ არის ჯერ ცოლი და მერე შვილი, მერე დედა, მერე მამა. ის ეს როგორ ვთქვა? იცი რა, ალბათ იქიდან რომ მე ასე ვფიქრობ. ჯერ ერთი ტრადიციულობა აქვს განსხვავებული რა, მართლა გეუბნები. რასაც ჩვენ ვიგებთ ესე შორიდან რომ გონია რომ ამერიკაში გარყვნილ არა რას ლაპარაკობ მე რასაც ვუყურებ
აქ არის თუ აი ღალატი აქვს 10 წელია ცხოვრება და არ გამიგია არავიზე, არავინ იმას არ ღალატობს, საქართველოში ფეხი ჩადგომა მინდა და ეგრევე იმან ისე აი რაღაცა საოცრება და აქ არ არის. შეიძლება მე არ შემხვედრია და ვცდები რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან გასაკვირია, რამდენად მჭიდროთ არიან ცოლ-ქმარი ერთმანეთთან. მე ვფიქრობ, რომ იმიტომ რომ იცი როგორ არის ჩვენ საქართველოში ქუცალია მეგობრებისთვის, ქუცალია ყველაფრისთვის, აი ბევრი რაღაც ქუცალი იმიტომ კი არა რომ უსაქმურები ვართ, უბრალოდ ქუცალია რა, აი სხვანაირი დროის გადანაწილება რა, ყოველთვის მცალია იმისთვის რომ მივიდე მეგობარს დავეხმარო, მივიდე გასაჭირში მხარში დაუდგე. აქ არ ხსალიათ და აქ ყველაზე ახლობელი არის ან შენი girlfriend-ი, ან შენი boyfriend-ი, ან შენი ქმარი, ან შენი ცოლი, ხო? და აი ერთად დგანან რა, აი საუკეთესო მეგობრებიც უნდა იყვნენ აუცილებლად და მეუღლეებით. საქართველოს შეგიძლია რომ კი რა თქმა უნდა საუკეთესო მეგობრებიც არიან რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც კიდე დაქალიც ყავს, რომელსაც წახვალ და მოუყვები იმაზე, რომ მან ნერვები მომიშალა, იმასაც ძმაკაცი ყავს, სწავლენ, ლუძდალევენ, გადააყოლებენ გულს, რომ ცოლმა ნერვები მოუშალა და აქ ერთმანეთს უნდა გადაუყალონ გული, რომ შენმე ნერვებს მიშლი და ეს ალბათ მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უფრო აერთიანებს. ამართლებს, ხო? არ ვიცი ამართლებს თუ არ ამართლებს, კაცმა არც შეიძლება ხო ავდგეთ და დავშორდა ჩემ ქორს და მე წავიდე და ვინმე გიორგი ვიპოვო, მაგრამ და მე იტყვიან აი რა რეებს ბოდიალობდაო. არავინ არ იცის როგორ იცვლება ცხოვრება და არავინ არაფერი არ იცის, მაგრამ შენ კითხვაზე პასუხი ის არის, რომ მე სულ სხვა წარმომედგინა და სულ სხვა აღმოჩნდა. როგორ ფიქრობ ასევე რა განსხვავება არის ამერიკელ და ქართველ მშობელს შორის? არ ვიცი რა განსხვავება არის. ეხლა ძალიან შეიცვალა საქართველოშიც ტენდენციები და მე სულ ხედავ, რომ ახალგაზრდა ბიჭები ბოლომდე ჩართული მამები არიან. ახლა ჩემ ბავშვობაში ეგრე არ იყო. ჩემ ბავშვობაში მამა იყო ხოლმე სამსახურში და დედა იყო ყველაფერი, ხო, ყველგან ახლა. ჩემთან კი არა, ის სულ ყველგან ასე იყო. აქ მამა და დედა თანაბრად ჩართულები არიან. აქ არ არსებობს ისეთი რაღაცა, რომ აი დედა სუპს აკეთებს, ბავშვს უცვლის და მამა მუშაობს. აქ დედა სულ რომ არ მუშაობდეს, მამაც თავიდან ბოლომდე ჩართული არის ბავშვის ცხოვრებაში. რამდენად კარგი ეს, რამდენად ცუდი არ ვიცი. მე მაგალითად მომწონს, რომ საქართველოში დედას უნდა დაურეკო ყოველდღე, მამას უნდა დაურეკო ყოველდღე, არ აქვს ასაკს მნიშვნელობა. მე მომწონს, რომ საქართველოში არ ვაგდებთ შულს, ხო 16 წლის რო ხდება, რომ წადი. მაგრამ ისიც მომწონს, რომ დამოუკიდებლობას. აი არ ვიცი, ვერ გეტყვი რომელი ჯობია, მაგრამ მე როგორც ქართველს, რა თქმა უნდა, ქართული მირჩევია. შენი და ბენის რელიგიური ინტერესი რამდენად ერთია და როგორ აღნიშნავთ რელიგიურ დღესასწაულებს? მე თავისთავად ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ბენი არის ებრაელი, მაგრამ ნახე როგორი უცნაური რაღაცაა. ბენის დედა არის ქრისტიანი, კათოლიკე ქრისტიანი, რომელიც გააყვა ცოლად ებრაელ კაცს და არის ერთადერთი ქრისტიანი ქალი ბენის მამის ოჯახში, რომელიც მოიყვანა, ასე ვთქვათ, ებრაელმა ცოლად. და რაღაცნაირად ისე დააწესეს ბენის დედის მამა იყო მღვდელი და ისე გადაანაწილეს რომ არ შეიცვალა რელიგია, ანუ ბენის მამისთვის არ იყო მნიშვნელოვანი რომ იმას ქრისტიანობა მოეხსნა. თუმცა აღნიშნავენ ყველაფერს, ანუ ჰანუკასაც აღნიშნავენ, აღდგომასაც აღნიშნავენ და ჩვენც ესე რაღაცნაირად მე ვფიქრობ რომ ურთიერთპატივისცემა გვაქვს რელიგიურიც. მე აღვნიშნავ ებრაულ დღესასწაულებსაც და ჩემი შვილი მონათლულია მცხეთაში, მცხეთის ყოველში, მაგრამ ყველა ჰანუკას ანთებს სანთელს ბაბუამისთან ერთად, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ბენისთვის მნიშვნელოვანია და გვაქვს ეს პატივისცემა ყველა რელიგიის. ცოტა ხნის წინ ჩემმა დედამთილმა მითხრა რომ მოდი ინდური რაღაცეებიც აღვნიშნოთო და ანუ მაგის წინააღმდეგიც არ ვარ. შეიძლება მე მწამდეს და ჩემი რელიგია იყოს მართლმადიდებლობა, მაგრამ ვერ ვხედა ვერაფერს იმაში ცუც რომ პატივი ვცეთ სხვა რელიგიებსაც და აღვნიშნოთ რაღაც დღესასწაულები, იმის და მოხდათ რომ ეს ჩემი არ არის და ეს შენია, მაგრამ ნახე მე შენ პატივს გცემ. და სულ ყოველთვის ვეუბნები ყველას რომ საქართველო არის ალბათ ერთადერთი ადგილი დედამიწის ზურგზე თბილისი, სადაც ერთ ქუჩაზე არის სინაგოგა, არის სომხური ეკლესია, არის მეჩეთი, ეს ყველაფერი ერთ ქუჩაზე, ანუ ჩვენ რამდენად ტოლერანტული საზოგადოება ვართ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩემს ოჯახშიც დიდი ტოლერანტობას უფევს. მეგობრები, ვინ არიან ამერიკაში შენი მეგობრები? ამერიკელები თუ ქართველები? როგორია ამერიკაში შენი სამეგობრო წრე? ორივე, ქართველებიც მყავს მეგობრები, ანუ აქაურებიც მყავს მეგობრები, ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ერთ კომუნასთან ვარ სულ.
იქიდან გამომდინარე ჩვენ არ ვცხოვრობთ ბრუკლინში, სადაც ყველაზე მეტი ქართველია. ამის გამო ალბათ უფრო ნაკლები ქართველი მეგობარი ყავს. მაინც იქ რაღაცნაირად უფრო იკვრებიან სხვანაირ ერთ მუშტად. ჩვენ იქ რო არ ვართ გვიჭირს. კი გვიყვარს ყველა და სულ ვიღაცებს ვიცნობთ და სულ გვიხარია და მივდივართ ყველანაირ ღონისძიებებს, მაგრამ მაინც იქ რო არ ვართ არ გამოდის სულ ურთიერთობა ვერ ვახერხებთ მისვლას ეს და მყავს უახლოეს ჩემი დაქალი აქ. ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც წამომყვა. ანუ მე წამოხვედი, წამოვიდა ისიც წამოვიდა და აი წარმოიდგინე რომ შენი ყველაზე ახლო დაქალი წამოიყვანო ემიგრაციაში, ესე წამოვიყვანე ჩემი ყველაზე ახლო დაქალი ემიგრაციიდან და ემიგრაციაში და ერთად, ანუ სულ ერთად ვართ და მყავს აქაური მეგობრები. ამერიკელი მეგობრები. მაგრამ მეგობრებო რჩება თუ მიდიხართ ემიგრაციაში, მოკიდეთ ხელი საუკეთესო მეგობარს და წამოიყვანე. ან გათხოვდით ამერიკაში. ხო. ხო, ეგ არის. კი. ჩემი გადაცემის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი ემიგრანტებს თავაზობს მათზე მორგებულ დისტანციურ მომსახურებას. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია გახსნა ანგარიში და მარტივად მართო შენი ფინანსები. ეწვია ვებგვერდს migrants.gi დატოვე მონაცემები და გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის საჭირო საბანკო პროდუქტებზე. რას ვაკეთებთ ახლა? არა, არ ვიცით, არც ჩვენ არ ვიცით. აი, მოდი ვითომ შენ ხარ, ის რა ქვია, მისტერ ბიგი, მე ვარ ქერი, ან მე ვარ მისტერ ბიგი, შენ ხარ ქერი და წავიდეთ. სხვათა შეს აი 10 წელი აქ ცხოვრობ და შენ რომელი პროფილი გირჩენია? ეს, შენის, ხო? შენ სულ ერთი. არც ერთი პროფილი არ მივარგა მე ხალხნა. არა, კარგია, წავედი. ვაიმე, როგორი ტახტრევანია. სუნიდან არის დაყვება არომატად. ხო, ისე სხვათა შორის. პირველად რომ ჩამოვედი, მითხრეს რომ აი აქ პლაზასთან არის ყველაზე ძვირადღირებული რეზიდენციებიო და ისეთი სუნი დგას, რომ აი არ ვიცი რაღაცა სოფელში რომ ვენახში და ბევრი ცხენია. ხო, ძალიან ბევრი ცხენია და ნაკელია. ნახე აქანე ცხოვრობს ტომი ჰილფირგერი. ხო? კი, აი ეს სახლი არის ტომი ჰილფირგერი. ხედავ? ანუ პლაზაში აი ექეთა ნაწილი, აი ეს მრგვალი რაც არის, მან ცხოვრობს ტომი ჰილფირგერი. პლაზაში მე მეგონა რომ მხოლოდ ოთახები როგორც ასეთი. არა, ვიღაცებს აქვთ ნაყიდი და ბოლო სართული, აი ხედავ ის სულ ბოლო, სადაც დროშაა და მრგვალი ის, აი ეგ მთლიან სახლივით რო არის რა, ეს პენტჰაუსი არის ტომი ჰილფირგერის. რა კარგია. და თავი ძალიან მიყვარს პლაზაში შესვლა. აღარ შეიძლება. თუ არ ხარ გაჩერებული, აღარ შეიძლება შესვლა. არა და რესტორანში ადრე დავდიოდი. კი, მეც და ქვემოთაც დავდიოდი და რა. თუმცა აი თავარი ჰოლი რო არის და გიბრიელი კოქტეილები ქონდათ გახსოვს მალიბუში? დამთავრდა ეგ ბედნიერება. აღარ არის. აღარ არის მართლა. ეხა იცი რაზე ვისაუბროთ? საიდან როდის როგორ შეიქმნა? მაიცადე მე შენთვის მაქვს საჩუქარი. შენ გონი ესე მოვიდოდი? არის კენდი. ეგ მინდოდა, მართლა მინდოდა. კენდიც არის და სხვა დავჭმუჭნეთ და გავაუბედურეთ, მაგრამ აურა, ნახე, შეხედე რა ფერადებია. აი კენდი. კი, კენდი არის. მინდოდა. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის, პირიქით მადლობა შენ. ხადა ეხა მოგვიყევი აქ რა ხდება? აქ რა ხდება თუ ზოგადად? აი აქ. როგორ შეიქმნა ნუკი კოსმეტიკსი? ნუკი კოსმეტიკსი შეიქმნა შემთხვევით, როცა მე მჭირდებოდა წითელ ტურსაცხვი და პანდემიის დროს ჩემი საყვარელი იტალიური კომპანია, რომელიც აკეთებდა წითელ ტურსაცხვს, გაკოტრდა და დაიხურა. და გავაკეთე პირველი წითელი ტურსაცხვი, მქონდა ის ნარჩენები და გავამეორე რა. ეს ხო, აი თან მაქვს ეს ჩემი საყვარელი არის. აი ეს. აჰა. და ეს არის ის წითელი ტურსაცხვი, რომლითაც დავიწყე. და ამითი დავიწყე. ხო. და უბრალოდ არ მომცეს საშუალება რომ გამეკეთებინა 10 წალი. მითხრეს რომ უნდა გააკეთო რაღაცა დიდი რაოდენობით და შეფუთვაც არ გქონდა მაშინ რაღაც არც ნუკი არ აწერა, არაფერი არ აწერა, უბრალოდ იყო ისეთი. უბრალოდ შენთვის იყო. უბრალოდ შენთვის იყო, მაგრამ რათხან იყო დიდი რაოდენობა და სულ ყოველთვის იყო კითხვა რომ რა გისვია და მესვა ის იტალიური. ეს რო გავაკეთეთ, რომ გავყიდეთ, ისეთი ბუმი მოხდა, იმიტომ რომ როგორც ვიცი, შენ თვითონ დადიოდი და მე თვითონ დადიოდი, მქონდა რვეული, სადაც მქონდა დაწერილი, სად უნდა მივიდე, როგორ უნდა მივიდე, ეს ყოფილს მე თვითონ ვაკეთებდი და იცი როგორი მატი ტუჩსაცხი არის ძალიან ესეთ სადაო რაღაცა რა.
ერთია რომ ტუჩებს გიშრობს თუ ძალიან ხანგრძლივია და მეორეა რომ თუ ძალიან რბილი არის, მაშინ დიდხანს არ გიძლებს და ეს იტალიური იყო ის რომელიც თან არ ბილებდა ტუჩს და თან აი მთელი დღე შემიძლია ჭამო, დავლიო და არაფერი არ და იტალიურს აჯობა, ნუ კი? იგივეა. იგივეა. უბრალოდ ისინი დაიხურნენ და მე გავფარდო. ხა და ეხა როგორ ფართოვდება ნუკი კოსმეტიკი, ეგეც მოგვიყევი. რომელ ტელევიზიაში უსვიათ ნუკი კოსმეტიკის? NBC-ზე. NBC-ზე. მაგაზე მოგიყვები. ხო და მე მაგას მოყვა ის რომ ვაიმე ეს რა კარგი ხარისხია. ხო ხვდები არავის არ აინტერესებდა არც რომ ზედ არაფერი არ აწერია, ის რომ ზედ არა შემადგენლობაც კი არ აწერა რა, ჩემთვის იყო გაკეთებული. და ვაიმე გეხოცები, ეგეთი ნუდიც გააკეთე, ეს გააკეთე. ამას მივყევი და რეალურად რაზეც იყო მოთხოვნა, იმას მივყევი და ის გავაკეთე. და ეხა NBC-ს ამბავი. აჰა. განარა არც არაფერი ხალხნა რომ ეკითხებიან და შენ რა არ ვიცი ჯერ რა. მოხდა ის ამბავი რომ ჩვენ გავიცარით მთავარი მაგათი ვიზაჟისტი და ძალიან ვთხოვე რომ იქნებ თქო რაღაცნაირად ცადოჩემ. ძალიან ბევრი ხვეწნის და საუბრის მერე მივეცი ჩვენი პროდუქცია და დატესტეს გუნდმა რომ დატესტა მოეწონათ გაიარეს თავის უფროსობასთან და ანუ ეს ჩემი პროდუქცია შეიძინეს გადაცემისთვის. და რა ამითი, ანუ არც არაფერი, მაგრამ გადაცემაში წამყვანებს სტუმრებს უყველას უსვიათ ნუკი კოსმეტიქსი Today Show-ზე NBC-ზე. და როგორ არის მაგრამ კონტრაქტი არის თქვა 6 წლის განმავლობაში? არაფერი კონტრაქტი არ არის, უბრალოდ ერთიანად შეიძინეს რაღაცა მკითხეს თუ გავაკეთებდი ფასდაკლებას სატელევიზიოს. გავუკეთე ფასდაკლება. რაში სჭირდებოდა NBC-ს ნუკი კოშკელიშვილისგან ფასდაკლება, გაღლეტილი ვარ ხალხნო და ეხა კიდე მე. ხო და იცი რა მაინტერესებს ამერიკაში, როდესაც ყიდი შენს პროდუქციას იგივე ფასები არის საქართველოში? რაღაცები არის, რაც უფრო ძვირი. ახლა მაგალითად ვიტამინები საქართველოში ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკაში იმდენი თანხები დაგვიჭდა FDA-ზე და აი ამის შექმნაზე და პლუს კიდე რაღაცე რეგულაციებს გადის აქ რა, აქ კვების პროდუქტიც არის, იმიტომ რომ საღეჭი არის და ამ კვებაზეც მიწევს რაღაცების გადახდა და შესაბამისად საბოლოო ჯამში ავიდა მაღლა ძალიან ფასი. საქართველოში ბევრად უფრო იაფად ვყიდით ყველაფერს. ნუ ეს ყველაფერი დაიწყეს სრულად მარტო. ხო? მე და ბენი არის. მაინტერესებდა ბენის რა როლია. ანუ მე ამას ვერ ვიზამდი, რას ლაპარაკობ. მე ვიყავი გაჭედილი საქართველოში პანდემიისას და მივტიროდი ჩემ წითელ ტუჩსაცხს და ბერმა შეკარა გუნდი, იპოვა ქარხანა იტალიაში ის რომელიც აკეთებდა იმ ტუჩსაცხს. ეს 12 კაცი ტექნოლოგი წარმოიდგინა, რომელიც ამას ყველაფერს აკეთებს. მე ხო ვერ მოვხარშავ, ხო? მე ვერაფერ ვერ გავაკეთებ ტუჩსაცხს. აი ეს 12 ტექნოლოგი მუშაობს ამაზე. ისინი როგორ კეთდება, იცი რაღაცას ვეუბნები რა მინდა, ისინი ქმნიან ამას. მოდის ჩემთან ტესტების სახით, მე ამ ტესტებს ვტესტავ, ვიძახე, ეს მომწონს, ეს არ მომწონს, ეს რა კარგია, ამას შევცვალოთ, ეს დავამატოთ, ბოლოს აი მომეწონა. მე ეს რომ მომეწონა, მე მიდის რომ აბა პლასტმასა თუ შუშა, ავირჩიეთ პლასტმასა თუ შუშა და მე მიდის ამის ტესტირება. ეს სპეციალურ ადგილს იდგმევა, ინჭყრევა, ცივდება, ცხელდება თუ აჭრელდა. რა არის ყველაზე დიდი წარმატება ნუკი კოსმეტიკი? აი ამ ეტაპზე. ამერიკაში ყველაზე დიდი წარმატება არის ის, რომ თითქმის სულ გაყიდულები ვართ და არ არიან ეს მხოლოდ ქართველები, Amazon-ზე ვართ. Amazon-ზე საერთოდ ძალიან ცუდი ფასები გვაქვს. Amazon-ს ვაპირებთ უფრო Google-ში და რაღაცებში, Instagram-ზე არ ვდებ, იმიტომ რომ Instagram-ზე უფრო ქართველებისთვის მაქვს და სულ ვეუბნები, რომ ნუ ყიდულობთ Amazon-ზე, იმიტომ რომ ფასი არის ძალიან მაღალი იქ, იმიტომ რომ Amazon-ი მართმევს და უცბად რომ ამომიგდებს ხოლმე Amazon-ზე ხომ მიგდებს შეკვეთებს ქართულ სახელს და გვარს რო ხედავ, ძალიან ნერვი მეშლება. სათხედავ ნუკი კოსმეტიკს, რავი 10 წლის შემდეგ. ესე გეგმა გააქვს? კი, რატო არ მაქვს? Sephora-შიც ვიქნებით, Ulta Beauty-შიც ვიქნებით და აუცილებლად იცი რა მინდა, რომ აი ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავს ესვას ჩვენი პროდუქცია და აი მე პატარა იმას საქართველოს დროშასაც გავუკეთებ აუცილებლად და რაღაცა მაგასაც დიზაინში დავამატებ და ყველამ რო იცოდეს რომ ქართულია. იმიტომ რომ ჩემი კოსმეტიკების დამხედოთ რომ დამზადებულია ევროპაში, კორეაში, ხო? ჩვენ იდენტიფიცირებას ვაკეთებთ როგორც ქართული ბრენდი. და არა როგორც ევროპული. თუმცა მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. ეს არის ჩემი ტუჩსაცხი. ამერიკა შეგიყვარდა? კი, რა თქმა უნდა. როდის იგრძენი და შეგიყვარდა?
როცა პასპორტს ჩავეხუტე. სანამ არ გაქვს საბუთები, აი ისე გძულს აკავრობა, რომ იცი რომ ვერ მიდიხარ სამშობლოში, აი მაშინ აი მტერია შენი ამერიკა. მაგრამ თან იცი რა, სადღაც იცი რომ კარგი ქვეყანაა, მაგრამ როგორც კი იღებს საბუთებს და იცი რომ უკვე თავისუფალი ხარ და შეგიძლია წახვიდე, წამოხვიდე, რაც გინდა ის გააკეთო ხმამისზე, ვისაც გინდა. ნუ მოკლედ აი რაღაცა რა დროსთან არის? რა დროსთან იყო შენ შემთხვევაში? 1 წელი. ой, რა მალე. მე ძალიან გეუბნებ, მე ეხა რომ ვიგებ აი ვიღაც ქართველებთან მაქვს ურთიერთობა როგორი. ანუ რო გააგზავნე საბუთები, მაგიდან 1 წელში უკვე გახდი მოქალაქე არა, გრინ-კარტი. ხო, გრინ-კარტი მივიღე 1 წელიწად. ძალიან სწრაფად, აი ძალიან. მოქალაქეობა? აუ, მოქალაქეობა მე ისე სასაცილოდ მივიღე. როგორი იყო ინტერვიუ, აბა ეგ მოგიყევი. პირველი ის იყო რომ მოქალაქეობა რომ მომცეს პანდემიისას ეს მოქალაქეობა და ვერ ჩამოვდიოდი. მერე დაემთხვა ზაფხული და ძალიან მსიამოვნებდა იყოფნა და ბოლოს მომივიდა წერილი რომ თუ არ გინდათ. ხო. არ გითხარით და ვერ მომითხარ რომ ალბათ ერთადერთი ადამიანი იქნები, ვისაც აი ჯიბრზე აღარ მისცემენო და კაი თუ რაღაცა და ჩამოვედა და ზუსტად ეგეთი ინტერვიუ გქონდა, იმიტომ რომ ანუ მალევე გავაკეთე ეს საბუთები და ამ ინტერვიუზე ჩვენ არ გყოლია ადვოკატი. არანაირი ადვოკატი არ გყოლია, მე თვითონ შევავსე. ანუ რა არის შესაძლო სახელი, გვარი, რაღაცა. ხო და ეს შევავსე. რაღაცა გავაგზავნე, დაგვიბარეს და მივედით და არ ვიცი, ანუ რა უნდა მკითხონ. ხო, მაგრამ რაც არ უნდა მკითხონ, ხა ნაღდია, ხო? ამიტომ, ნუ რაღაცას გავიგო, მაგრამ ისე ვიჩხუბეთ მე და ბენმა. აი, ისე წავაყარეთ, რომ ერთი სული მაქვს დამადეპორტონ. აი, მეტი არ მინდა დამადეპორტონ და ავდგები და ვინმე ან პოლიტიკოს ან ფეხბურთელს გავყვებით ცოლად, როგორც ხდება ხოლმე და აი, ამის ჯიბრზე კიდე არ ვიცი მე რას ვიზამ და მივედით ამ ინტერვიუზე და დანაკბილს არ მიჭრის. ბენიც მიზის გვერდზე შევედით იქ რაღაცაში და აი ვზივარ და ველოდები რა დამადეპორტონ და შენი დახარჯული ფული და შენი შეუკვეთე ხალი ჩამოიყვანე საქართველოსიდან აი რაღაცა სუ ეგეთი შემართებით ვიყავი რა რომ გამოიწერა ცოლი გესმის ამან ბიჭმა გესმის მომინდომა აი ამ შემართებით ვარ მისული ამ ინტერვიუზე და მოკლედ არაფერი არ ვკითხეს როგორ არის? აი არაფერი, ან ესე რომ დავსხედით. თქვენო მოხვედით და მოვედით და ესე ვზივარ და ეს რაღაც ალბომები ქონდა წამოღებული და რაღაცები და ბენმა ხო, მაგრამ ისეთი ტრაფიკი იყო იქ დაუნთაუნშიო რაღაცა, მე ადრე მან დავრბოდიო, მეც დავრბოდი, მაგრამ ეხლა რა ესე კაფე რო გაიხსნეს რაღაც კაფე კაია და ამ კაფეთ მეთქი, ანუ მე სად არის ჩემი დეპორტი? ანუ უცნაური კითხვა არ დაუსვათ, არის საერთოდ არ მკითხეს არაფერი, ანუ ვინ ახარ შვილო, რატომ მოგაყევით ცოლად, დახმარება ხო არ გინდა, რამე მკითხე. არაფერი არ უკითხავთ საერთოდ ჩვენს თანაცხოვრებაზე, ბენს ეტლიკინა რაღაცეებზე და ძალიან დიდი ნახვამდის და ჰა? ესე გახდა ამერიკის ან ჯაგრისის ფერი მკითხე. ან ვინ იბანავა პირველმა, ხო ვიცით ეგ კითხვები რაღაცა ყველამ რა, თავი კითხვა არის. დილას ვინ იბანავა პირველმა. ეს არის ჩამჭრელი კითხვა, იმიტომ რომ თუ არის fake ქორწინება, შეიძლება ყველაფერი გავლილი ქონდეთ, რა ფერის ტუჩსაცხი გაქვს, რა ფერის ტრუსიკი გაქვს, რა ფერის ჯაგრისი, მაგრამ პირველი ვინ იბანავა დილას გამოსვლისგან ხო ყველა ვარიანტი იცი და თუ ერთად არ ცხოვრობთ არ იცი. აი, ვისაც გადახდილი გაქვთ ფული, მე ხა დაგეხმარეთ თქვენ. ნუ კი, დროსთან ერთად საქართველოს მონატრება ნელდება. არ ნელდება. საერთოდ 2 თვეში ერთხელ საქართველოში ვარ. ჩვენი გადაცემა უახლოვდება დასასრულს და გადაცემის დასასრულს. რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან გზის დასაწყისში და ეშინიათ პირველი ნაბიჯების გადადგმას? საერთოდ არაფრის არასდროს არ შეგეშინდეთ, რაც გაშინებთ ეხლა მომავალში გაგეცინებათ და დაიმახსოვრეთ, რომ ჯობია რომ გადადგა ნაბიჯი და ინანო და გამოასწორო, ვიდრე მთელი ცხოვრება ინანო იმაზე, რომ არ გაგიკეთებია. ეს აი ამას არ ნანობს ოფშორს. დაწუნებული თავიდან ეშინოდა რაღაცებზე, ახლა to do it now არის. არაფერზე არ ინერვიულობთ, მოკლედ, ყველაფერი ყოველთვის კარგად იქნება და რაც ეხლა ცუდად გეჩვენებათ, იცოდეთ, რომ მომავალში დაინახავთ, რომ რაღაცისთვის კეთდებოდა ეს და რაღაცა კარგისთვის კეთდება და მე მჯერა, რომ ყველაფერი რაც კეთდება უკეთესობისკენ. და სად არის შენი სახლი? ჩემი სახლი არის იქ, სადაც ჩემი შვილია. და აქცრებლად წავუდეს ყველას იმიტომ რომ ნუ კი მადლობა. კატ მორჩით.
ეს რა არის? ეს რა ბლიც კითხვებია? კაი, ნახოთ. ნიუ-იორკის ენერგია თუ თბილისური ურთიერთობა? დედა თუ მამა? არ ვიცი, თბილისური ურთიერთობა. სახში მიმაქვს თქვენი კითხვები. აირჩიე მთელი ცხოვრება მაკიაჟით, ანუ რა თქმა უნდა მაკიაჟით, ჰა? ქართული кейფი თუ ამერიკული ვახშამი? აი ესეც აი სახეში შელაწუნება. შენ რა გირჩევნია? ამან არ იცის რა არის ქართული кейფი, თავის სადღეგრძელოებით, ყველაფრით და მაგიტომ yes, you just don't know. მაგაშია საქმე. ქართული. საქართველო თუ ამერიკა? რა თქმა უნდა საქართველო. პასპორტი უკვე მაქვს და ამიტომ არა ვხუმრობ. საქართველო, რა თქმა უნდა საქართველო. ნიუ-იორკის მეტროთი გადაადგილება თუ თბილისში საცობში დგო? თქვენთვის ეთყობა ვირთხას არ უკბენია ნიუ-იორკის მეტროში და ამიტომ სვავთ ამ კითხვას. აი სულ უიტნი ჰიუსტონი თუ მეჯდეს გვერდზე? ან ვიღაცა ჯეიზი იქ ჩემთვის წყნარად საცობში მირჩევნია, არავინ არც დედას არ მაგინებს, არავინ არც მახტება თავზე, ძალიან კარგად მშვიდად, ვარ, ღმერთო, გაგრძელდეს ეს საცობი ვარაზის ხევზე, მაგაზე ვფიქრობ ხოლმე. ქართული ოჯახის ტრადიციები თუ ამერიკული? ძალიან გავს სხვათა შორის. საბოლოო ჯამში ძალიან გავს რაღაცები, ამიტომ ვიტყოდი, რომ ორივე. ბოტასი თუ მაღალქრული? არა მაქვს, ბოტასი არა მაქვს, არც ერთი არა მაქვს, საერთოდ არა მაქვს. მაქვს, არა, მაქვს. ორი ბოტასი მაქვს. ერთი მაქვს სარბენი ბოტასი და მეორე მაქვს რაღაცნაირი. ანუ ყველას რო აქვს ეგეთი რა. მეც არ მიხდება, მაგრამ მაქვს. ცენტრალ პარკში სირბილი თუ ვაკის პარკში? აქ სამწუხაროდ უნდა ვუღალატო სამშობლოს და თქვა რომ ცენტრალ პარკში სირბილი, ვაკის პარკს მირჩენია. ვაკის პარკში ვერ დავარბივარ, კარგად, ჯერ ერთი პატარა არის მონაკვეთი, არ დავარბივარ ხოლმე და მეორე არ მომწონს რომ ეს რაღაცას რაც ყრია მიწა ის უსახეში და მე აი იმ ჩემ ერთადერთი ბოტასები მაქვს როგორც გაიგეთ და მე იმასაც მიფუჭებს. ამიტომ ცენტრალ პარკში სირბილი მირჩენია. თან ბევრი დარბის, იქ არავინ არ დარბის. მართო ბიზნესი თუ იყო შოუ ბიზნესში? და ერთი მეორეს ხელს რატო უშლის? არა, ორივე კარგია. მაგრამ ეხა მიყვარს ჩემი საქმე რაღაცნაირად ეს მაკიაჟი მიყვარს. ქართული ტრადიციული კერძები თუ ამერიკული სტრაფიკობა? ხახნო, რანაირად უნდა შეადარო კარგი გემრიელი ჩაკაფული და რაღაცა ბურგერი? ჩაკაფული 10-დან 10. მადლობა ნახოთ. მორჩა. მოკლედ წავედი ჩაკაფული. 10-დან 10.